გახსოვართ გენაცვალე. პასაჟი რო ვიყავი 209 ნომერში, ბოტასებზე რო გეკითხებოდი. ესე იგი, როგორც ჩანს, შენ აქაც მუშაობ ხო რუსთავი მოლში? კი ბატონო, კალბატონო, ის არის პიროვნება ვარ და იმ მაღაზიის მეორე ფილიალია ეს რუსთავში, რით შემიძლია დაგეხმაროთ. გასაგები არის, იქ რო ვიყავი, თქვენ მითხარით რომ რუსთავშიც გვექნებაო ფასტაკლებებიო, მაგრამ მე ახლა მაინც რომ დამემტკიცებინა, მოვედი აქ მაგიტო, მაგრამ იცი რა მეეჭვება? 64 ლარი, ყველა სპორტული ფეხსაცმელი და რატო შვილო, განარარჩება, აი ეგ ვერ ამოხსენი. კალბატონო, ეთყობა რჩებაც რაღაცა და კმაყოფილებიც არიან, აი რა გინდათ ვერ გავიგე. შენ თუ ხარ კმაყოფილი, შენ თვითონ რამდენს გიხდიან? კალბატონო, თუ ყიდვა გინდათ წამოდით გაჩვენებთ მოდელებს. ისა, კარგი ფეხსაცმელები არის, მაგრამ რა მაინტერესებს იცი ახლა ამ ყველა ფეხსაცმელს ხო თავისი ისტორია აქვს და აი მაგალითად ამას რა ცხოვრება აქვს გამოვლილი, ან ამას კმაყოფილები არიან თვითონ საიდანაც ჩამოვიდნენ. კალბატონო, რა გინდათ დასაბაფიცა ვარ უკვე. გამბავს მაინც გავარკვევ რატო არის 64 ლარში ყველა ესეთი სპორტული ფეხსაცმელი. უბრალოდ ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ინტერესიანი ქალი ვარ, რა რჩება მე პატრონეს.